მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს ვიდეო იქნება ცოტა არატრადიციული, მსგავსი ვიდეო ჯერ არ გადამიღია და ეს იქნება რაღაც პუნჩი appreciation ვიდეო, ანუ მადლობის სათქმელი ვიდეო. ავედით მოკლედ 1000 subscriber-ზე, წინა ვიდეოში, წინა prediction-ის ვიდეოში, როგორც ვთქვი, 60 subscriber-ი გვაყდა და მივახციე პირველ 1000 subscriber-ს, რითიც ძალიან მადლობელი ვარ და ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურებთ ჩემ ვიდეოებს, ალაიქებთ და მოგწონთ საერთოდ რასაც ვაკეთებ. სულ რაღაც 3-4 თვე არას დავიწყე ვიდეოების გადაღება და მგონია რომ ძალიან კაი შედეგი მაქვს. ნელ-ნელა წინ და წინ მივდივარ. ნელ-ნელა ვაყალიბებ ჩემ პატარა community-ს, რაც ძალიან მახარებს. იდეაში ჩემი მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ ხალხის რაღაცა პატარა ნაწილი შემოვიერთო. ძალიან მისწორდება, რასაც ვაკეთებ და საერთოდ ძალიან მიყვარს ეს სპორტი და მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩავთო ამაში და ბევრს გავაგებინო MMA-ის შესახებ. ნელ-ნელა ვხედავ რომ ვაკეთებ ამას და პროგრესი მაქვს. და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, თითოეულ subscribers, თითოეულ მნახველს, ვინც უყურებთ ჩემ ვიდეოებს. მეორე ამბავი კიდე რაზეც მინდოდა ამ ვიდეოში მელაპარაკა არის ჩვენი წინაკვირის პროგნოზები, თუ რა მაგრად წამოვიდა და რა მაგრად გამართლდა. წინაკვირის კანადის ქარდს მთლიანად რო ჩავხედოთ, სულ 12 ჩხუბი იყო, ერთი ფრედ მორჩა. მხოლოდ ორი ბრძოლა ვერ გამოვიცან და დანარჩენი 9 ბრძოლა წამოვიდა ზუსტად ისე როგორც მეგონა. ძალიან მაგარი შედეგია, იმიტომ რომ აი მართლა ზუსტად ისე წამოვიდა თითქმის ყველაფერი რაც მეგონა, ის ორიც რაც ვერ გამოვიცანი, ერთ-ერთი იყო გილბერტ ბერნსი, რაც დავფიქე და ის პროგნოზების ვიდეო ჩემი თუ ნანახი გაქვთ, ნახავდით თუ როგორ დავფიქე ბერნსი. ძალიან მიყვარს ბერნსი და უბრალოდ რო არ ამერჩი არ შეიძლებოდა. დაფინიშდა მესამე რაუნდში და პენსიაზეც გავიდა. ნახდა და აღარაფერი აღარ აქვს ამ კაცს დასამტკიცებელი და წავა ეხა დაისვენებს ისე როგორც ლეგენდებს შეეფერებათ. მეორე ჩხუბს რაც შეეხება, რამაც არ გაამართლა, ეს იყო ჯეიმის სირაი, პირველი ჩხუბი, პრელიმების პირველი ჩხუბი და უბრალოდ იმიტომ დავფიქე, რომ კანადელია და კანადაში იყო ჩხუბი. და მთავარი ყველაზე ბოლოს რაც მოვიტოვე, ყველაზე ტკბილი არის ჩვენი წინაკვირის ბილეთები. ვინც უყურეთ betting ვიდეოს, ნახავდით 3 ბილეთი გქონდა წინაკვირას და ამ 3-დან 2 მთავარი ბილეთი დაждდა. პირველ რიგში გახარებული ვარ, იმიტომ რომ დავსვი ეს ბილეთები და მე კიდე რამაც ძალიან გამახარა, რამდენიმე მომწერა და თავისი სიხარული გამიზიარა, რადგან ამ ჩემი ბილეთებიდან აიღეს პოზიციები და ერთმა საერთოდ კლიანად ზუსტად ისე გადაიტანა ჩემი პოზიციები, როგორც მეწერა და თუ შევძელი და რაღაცით დაგეხმარეთ და ჩემი გაკეთებული ბილეთებიდან რაღაც წარმატება ნახეთ, ძალიან ბედნიერი ვარ ამით. კაროჩე, რაღაცნაირი ბედნიერების ვიდეო გამოდის თუ არ ვიცი როგორ თქვა, მოკლედ თან ეს 3 დღე, წინა 3 დღე შეჯიბრი მქონდა, შეჯიბრზე ვიყავი. ADCC Polish Nationals-ი იყო პოლონეთში, მან გამოვედი, 5 ბრძოლა მქონდა, 4 მოვიგე და ფინალში წავაგე, მეორე ადგილზე გავედი და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ვლოგი მაქვს გადაღებული მსგავსად წინა შეჯიბრისა, ნელ-ნელა ვამონტაჟებ ეხა და მაგასაც დავდებ მალე. ვიცი მსგავსი კონტენტიც მოგწონთ ჩემგან ზოგ-ზოგი ერთებს, ასე ვთქვათ MMA-ის კონტენტის გარეთ ვიდეოები და მოკლედ დავამონტაჟებ მალე და დავდებ მაგასაც. ხოლო ეხლა ჩვენ ბილეთებს რაც შეეხება, ჩავხედოთ, აგერ გავიწევი და ამოვანათებ. პირველი ბილეთი, მთავარი ბილეთი, როგორც გითხარით, რაც იყო ჩვენი მთავარი ბილეთი. პირველი პოზიცია რაც გქონდა, ბუზუკია ბარბოსას ჩხუბში. ბარბოსა პირველ ან მეორე რაუნდში მოიგებდა. როგორც თქვი, დიდი ალბათობით მეგონა რომ პირველ რაუნდში მოიგებდა ბარბოსა და წამოვიდა მარტივად, გააძრო თავი ბარბოსამ, როგორც ველოდი ბუზუკიას პირველივე რაუნდში. უმარტივესი 1.54 კოეფიციენტი. მეორე რაც იყო და რაც ვთქვი, რომ ძალიან მაგრავენდობოდი ჩარლზ ჯორდეინს, მესამე რაუნდში გამარჯვება ან decision-ი, ესეც მშვენივრად უმარტივესად წამოვიდა 2.38 და ბოლო მთავარი რაც ყველაზე მაგრა მეგონა, რა თქმა უნდა, KO ბერნსის და მალოტის ჩხუბში, მშვენიერი 5.55 კუში, როგორც ხედავთ 40 ზლოტი მედო და წამოვიდა გავედი მოგებაში 218 ზლოტი წამოვიდა. როგორც ხედავთ, შედარებით ცოტა მეტი მიდევს იმასთან შედარებით, როგორც ვთქვი ხოლმე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, დარწმუნებული რა თქმა უნდა არ ვიყავი, მაგრამ ძალიან კაი ბილეთი მეგონა და ზუსტად ამიტომ მეორე ბილეთი რაც გქონდა და რაც წამოვიდა ძალიან მშვენივრად, ესეც 11 კოეფიციენტი მთლიან ჯამში. პირველი პოზიცია გქონდა ბუზუკია ბარბოსას ჩხუბში, პირველ რაუნდში რომ მორჩებოდა ჩხუბი, აქ გითხარით რომ ბარბოსას გამარჯვებას პირველ რაუნდში და უბრალოდ ჩხუბის დამთავრებას პირველ რაუნდში გქონდა ერთი და იგივე კოეფიციენტი და რატო უნდა გაგვერისკა, მშვენივრად წამოვიდა პირველი რაუნდის
1 და 85 კოეფიციენტი, მეორე ჭუბი გეიჯანგის ორიანი, ანუ უბრალო მოგება მოისესთან, 1 და 62, ესეც მშვენივრად წამოვიდა. ამაზე ცოტა გული დამწყდა, რომ თავიდანვე ვერ დავიჭირე, იმიტომ რომ გეიჯანგი იყო ანდერდოგი და ძალიან კაი იქნებოდა, რომ თავიდანვე დამეჭირა უფრო დიდი კოეფიციენტი, მაგრამ არა უშავს მაინც წამოვიდა მშვენივრად. ესეც ზუსტად ისე მოხდა ეს ჭუბიც, როგორც ვფიქრობდი, ცოტა აქტიურად დაიწყო მოისესმა, მაგრამ ნელ-ნელა აუკრიფა და მესამე რაუნდში ვაფშე გადაუვარა, ძალიან დიდი შანსი ჰქონდა, რომ დაეფინიშებინა, უბრალოდ ძირს აღარ ჩადიოდა, ძირს რო ეცემოდა მოისესი ნოკდაუნით, აღარ ჩაყვა გეიჯანგი, იმიტომ რომ რაღაცა პატარა შანსი თუ მაინც ექნებოდა მოისეს, ექნებოდა ძირს და ძალიან ჭკვიანურად მოუგო მგონია და ბოლო მეოთხე და მეხუთე პოზიცია ზუსტად იგივე რაც იყო წინა ბილეთში, ჯორდანის მესამე რაუნდიან დესიჟენი და მთავარ ჭუბში KO-ით რო დამთავრდებოდა 11 და 34 გუში, ამაზე 10 ზლოტი მედო და 113 წამოვიდა. და ბოლო ბილეთი ეს იყო შედარებით რისკიანი ბილეთი, აგერო 20 გუში იყო სულ. ჯორდანი რომ მესამე რაუნდში მოიგებდა ჭუბს 13 კოეფიციენტი ჰქონდა და მეორე პოზიცია ბერნსი მალოჩი KO ეს წამოვიდა, თუმცა ჯორდანმა ქულებით მოიგო, მაგრამ ჰქონდა შანსი მესამე რაუნდში ბოლოსკენ რომ დაეფინიშებინა. ძალიან გაასწორებდა ესეც რომ წამოსულიყო, მაგრამ ეს ნაკლებად confident ბილეთი იყო, ამაზე 5 ზლოტი მედო და ეს ისეთი არაფერი ვიდეოშიც თქვი რომ ეს შედარებით რისკიანი იყო და ძირითადად ჩემი მთავარი ბილეთების წინა ორი იყო, უფრო ყველაზე მთავარი პირველი იყო, რაც ყველაზე მეტად მეგონა. ძალიან გახარებული ვარ, ეს იყო რიგით მეოთხე ბეტინგ ვიდეო ჩემ არხზე, რაც დავიწყე ბეტინგ ვიდეოების გადაღება. აქამდე როგორც ხედავდით, არც ერთი არ წამოვიდა, ანუ არც ერთ ქარდზე ძირითადად 3-დან 5 ბილეთამდე ვწერ ხოლმე და არც ერთხელ არ წამოვიდა და ეს იყო პირველი ქარდი, როცა გავამწვანეთ. ხედავთ ალბათ რას როგორ ვაკეთებ ყველაფერს, საერთოდ არაფერს არ მალავ და ხედავთ როგორც მოგებებს, ასევე წაგებებს. ძალიან ბევრი მაქვს ნალაპარაკები და კიდევ ვიტყვი, რომ ძალიან რთულია ბეტინგი. ამას ვაკეთებ უბრალოდ სახალისოდ და ყველას გირჩევთ, რომ თქვენც თუ გააკეთეთ, თუ დაბეთეთ მხოლოდ გასართობად რა, ამით ფულის შოვნა ძალიან ძნელია და საერთოდ ძალიან არარეალური მგონია. აგერ მაგალითზეც მეოთხე ქარდია უკვე ვჩალიჩობდი რამე რომ გამემწვანებინა და არ გამოდიოდა და 4-დან მხოლოდ ერთხელ მოხერხდა. ძირითადად მაინც ესეა ხოლმე ჩემ შემთხვევაში, რამდენიმე წაგებები და შემდეგ მოგება მოდის ხოლმე, თუმცა ყოფილა მომენტები ზედიზედ რამდენჯერმეც მომიგია, მაგრამ კიდევ ვამბობ რომ ძალიან რთულია. სულ ეს იყო მოკლედ რისი თქმაც მინდოდა ამ ვიდეოში, რაღაც ბევრი კაი ამბები დაეწყო ერთად და მინდოდა რომ ერთად შემეერთებინა, მელაპარაკა. ამ კვირაში ბევრი საქმეები მაქვს, ზალალი, სტერლინგის კარდი მოდის ახლა და მაგის პრედიქშენის ვიდეო მაქვს გადასაღები, რასაც გადავიღებ აუცილებლად დავამონტაჟებ, დავდებ, ასევე როგორც გითხარით, ვლოგი მაქვს გადაღებული ჩემი შეჯიბრის, მაგასაც დავამონტაჟებ, ავტვირთავ და რა თქმა უნდა, ბეტინგ ვიდეოც იქნება, ამ კვირის ზალალის და სტერლინგის ბეტინგ ვიდეო. გადავხედავ კარგად ქარდს, შევხედავ მეჩაპებს, უფრო სიღრმისეულად დაუკვირდები, გადავხედავ თეიფებს, ასევე მებრძოლების წინა ჭუბებს უყურებ და მაგის მიხედვით ჩამოვაყალიბებ, შევქმნი რამდენიმე კამფეთ ბილეთს და მოკლედ ხო ეგ ვიდეოც იქნება მალე. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და სულ ეს იყო დღეისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.